მოგესალმებით, ბევრი ვიფიქრე ჩამეწერა თუ არა ეს ვიდეო, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, რომ აუცილებელი იყო ამ ვიდეოს ჩაწერა. პირველ რიგში გამოვეხმაურები დღევანდელ მოვლენებს და მინდა აღვნიშნო, რომ ის რაც დღეს ხდება ძაღლებთან მიმართებით არის ძალიან ცუდი რამ და ის კანონი, რომელშიც წერია, რომ არ შეიძლება ძაღლის მიკიდლება, ასე ვთქვათ, სკვერებთან, სკოლებთან, ბაღებთან, სპორტულ მოედნებთან და ასე შემდეგ, ეს არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ თბილისში, მე მგონი ადგილი არ არსებობს, სადაც არ არის მაღაზია, აფთიაქი, სკვერი, სკოლა, ბაღი. უბრალოდ საწავიდნენ ეს ძაღლები. მათი უკაცრიელ ადგილზე გადასმა კი გამოიწვევს მათ დაღუპვას. რაც შესაბამისად ძალიან ცუდი ფაქტია და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დაუშვათ. ეს ერთი. მეორე, აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო კიდევ იმ ფაქტს, რომ როდესაც ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს და სიტყვით გამოვდივართ, რომ ეს არ უნდა იყოს და უნდა მოხდეს ჰუმანურად ყველაფერი, კასტრაცია, სტერილიზაცია და წაყვანილი ძაღლები დაბრუნდნენ ისევ იმ ადგილზე, საიდანაც წაიყვანეს. ვიღაცები ბოდიშით გამოთქმაზე და შემოხტებიან ხოლმე და იწყებენ ესეთ რაღაცას, რომ აი გაგეპროტესტებინათ, ბავშვი რო შიმშილობს, რომ ცუდი სიტუაცია, რომ წამლების ფული არ აქვს ხალხს და ასე შემდეგ. აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა ამ ფაქტორს, რომ ეს არის ორი სრულიად განსხვავებული თემა. არავინ არავის არ უშლის, გააპროტესტოს ის, რაც უნდა რომ გააპროტესტოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ერთის მეორეთი ჩანაცვლება. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ კი, ძალიან ცუდი ფაქტორია, როდესაც ბევრს საჭმლის ფული არ აქვს, რომ კრიზისია ქვეყანაში და ძალიან ცუდი სიტუაციაა, მაგრამ ძაღლებმა რა დააშავა, ამის გამო ხმა არ ამოვიღოთ იმაზე, რაც დღეს ხდება ძაღლებთან მიმართებაში. და მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტორი, ძალიან ბევრი იძახის, რომ აი მაგალითად ბავშვი გაჭირვებულია, ადამიანი გაჭირვებულია, შეიძლება ცოტა ცუდი შედარებაა, მაგრამ მარტივად ავხსნი რა, თუნდაც ზაფხულში, როდესაც ცხელა და წყლის დალევის სურვილი აქვს ადამიანს, შეუძლია რომ გააღოს ონკანი ადამიანმა, გამოუშვას წყალი ონკანიდან და დალიოს და დაიკმაყოფილოს ეს წყურვილი სურვილი. რასაც ვერ შეძლებს ძაღლი. ძაღლს თუ წყალი არ დაუდგით, ის წყურვილისგან დაიღუპება. აქედან გამომდინარე, რატო ვაკეთებ ამ შედარებას. ადამიანს აქვს ხელი, ფეხი, აქვს იმისი უნარი, რომ რაღაცა გააკეთოს. თუნდაც თანხა გამოიმუშაოს. ეხლა რამდენად დიდ თანხას გამოიმუშავოს, ეგ ცოტა ისეთი საჭიროებო საკითხია და შორს წაგვიყვანს მაღაზიაში მსჯელობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანს აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა თვით გადარჩენისთვის, ვიდრე ძაღლს. აქედან გამომდინარე, ძალიან გთხოვთ, ნუ დააკომენტარებს ისეთი ხალხი, რომელიც პრინციპულად არის იმ აზრის, რომ არა, ძაღლი არა და პირველ რიგში ადამიანი, ძაღლიც და ადამიანიც. ერთი მეორეს ხელს არ უშლის. აქედან გამომდინარე, რაც უფრო ჰუმანურები ვიქნებით, რაც უფრო მეტად გვეყვარება ერთმანეთი და ნაკლებად შევალთ ერთმანეთთან კონფლიქტში, მით უფრო განვითარდებით, უფრო კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც, ჩვენთვისაც და ჩვენი მომავლისთვისაც. ასე რომ გთხოვთ, სწორად გამოიტანეთ აზრი ჩემი ნალაპარაკებიდან. დიდი მადლობა.